ეს წუთია დაიწყო სასამართლო პროცესი მოსამართლე ნინო თარაშვილი განიხილავს ალეკო ელისაშვილის საქმეს, რომელსაც ალი ბაბაევი ქართული ოცნების წევრი მას ფიზიკურ ანგარიშწორებაში ამხელს. ფაქტი მოხდა როგორც გამოძიება ამტკიცებს 2 დეკემბერს და 2 დღეში დაკავდა ალეკო ელისაშვილი. ის გამოდიოდა ერთ-ერთი შეხვედრიდან, სადაც ოპოზიცია იყო შეკრებილი და მას ხელბორკილები დაადო მისთვის მოულოდნელად პოლიცია. მოგვიანებით მას დუშეთის იზოლატორში აუხსნეს, რომ მას ბრალი ედებოდა ქართული ოცნების წევრის მიმართ ფიზიკურ ანგარიშწორებაში. თავად ალეკო ელისაშვილი პროკურატურა ამტკიცებს, რომ ელისაშვილმა ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით მიაყენა შეურაცხყოფა. თავად ალეკო ელისაშვილი ამტკიცებს, რომ ის საერთოდ არ იცნობს ალი ბაბაევს, ვინ იყო, არ ყავს ნანახი საერთოდ ინციდენტამდე, როგორც თავად ხსნის. სწორედ ალი ბაბაევმა მიაყენა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა კოსტავას ქუჩაზე, რის შემდგომაც გაგრძელდა სიტყვიერი შეურაცხყოფით ერთმანეთის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფით. ეს ფაქტი მოგვიანებით მან 2 დღეში შეიტყო, რომ მას ფიზიკურ ანგარიშწორებას ედავებოდნენ. პროკურატურის მტკიცებით არსებობს დაზარალებულის ჩვენება, საუბარია ალი ბაბაევზე, გარდა ამისა არსებობს კამერის ჩანაწერები. კამერის ჩანაწერებში ჩანს მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი და ეს არის ის მტკიცებულება, რომლით ეს დღეს მოვიდა პროკურატურა სასამართლო პროცესზე და ამით ცდილობს ახლა გამოძიება, რომ დაამტკიცოს ელისაშვილის ბრალდება. თავად ალეკო ელისაშვილი ბუნებრივია თავს ამ საქმეში ბრალდებულად არ მიიჩნევს, ამბობს, რომ მნიშვნელოვანია დაზარალებული ესწრებოდა სასამართლო პროცესს და თავად ამტკიცოს, როგორ მიაყენა პირველმა ალეკო ელისაშვილს პოლიტიკოს სიტყვიერი შეურაცხყოფა კოსტავას ქუჩაზე. რეჟიმი და მისი ეს მსახური ეს რაღაც დუქანი, სადაც ახლა ვართ აბსოლუტურად დაცლილი სიმართლისგან და სამართლიანობისგან, არის ეს გადასული ძალადობაზე და ამის მონაწილეები ვართ ყველანი. მე მედავებიან ქუჩაში კაცმა შემაგინა და შემოუწყე. ვიღაცა გაუგებარი კაცი არის ალი ბაბაევი და მაგის მიმართ პოლიტიკური დევნაა და გახარია პრემიერ-მინისტრი იყო კაცი მოკლეს ცემაში და ცემის მუხლით აუგდრეს ბრალი. ანუ ის პოლიტიკური დევნაა და ეს ცემაა, ხო და ნუ აი ესეთ რაღაც შაპიტოში ვარ მოსული. საქმეში არის სპეციალურებები, რომლებიც გონირული ოცნება სტანდარტით ადასტურებს, რომ ალექსანდრე ელისაშვილის მიერ ჩადენილი არის დანაშაული, რა თქმა უნდა, გვაქვს მოგოდინი, რომ სასამართლო არსებითად განსაკუთრებულად გადასცემს სასამართლოს არის როგორც მოწმეთა ჩვენებები, ასევე დაზარალებულის ჩვენება და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის ვიდეო ჩანაწერი, სადაც სრულყოფილად საწყის ეტაპიდან დასრულებამდე ასახული არის ალექსანდრე ელისაშვილის მიერ ძალადობის ფაქტი. იმ ბრალდების დამადასტურებელი, რომელიც ალეკო ელისაშვილს არის წამებული, არავითარ მტკიცებულება არ არსებობს. არსებობს მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, არა აქვს პროკურატურა შეფასებული ისეთ მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც არის თვითონ დაზარალებული, ეგრეთ წოდებული დაზარალებულის ქმედება ალეკო ელისაშვილის მიმართ, არა აქვს შეფასებული ისეთ საკითხი, რომელიც როგორც არის დაკავების დროს ძალადობის მდგომარეობა და საერთოდ ეს საქმე შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს. ფაქტი, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, მოხდა 2 დეკემბერს. ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი 2 დღეში დააკავეს მომხდარიდან მოქალაქე ალი ბაბაევის ქართული ოცნების მხარდამჭერის წევრის ჩვენების საფუძველზე და აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ 8 დღის წინ მომხდარ ფაქტზე, სადაც საუბარია ექს-პრემიერ გიორგი გახარიაძე თავდასხმაზე, პროკურატურას ამ დრომდე არც ერთი თავდამსხმელი პასუხისგებაში არ მიუწია და არ ყავს იდენტიფიცირებული ამ საქმეზე არავინ გარდა დიმიტრი სამხარაძისა. ალეკო ელისაშვილის საქმეს მოსამართლე ნინო თარაშვილი განიხილავს, მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელოს დღეს სასამართლომ. თავად ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ არსებობს დაზარალებულის ჩვენება და ვიდეო მტკიცებულებები, რომელსაც დაცვის მხარეც გამოიყენებს, გამომდინარე იქიდან, რომ ვიდეო ჩანაწერში ნათლად ჩანს, როგორ აყენებს პირველად სიტყვიერ შეურაცხყოფას ალი ბაბაევი ალეკო ელისაშვილს, რომელიც ერთ-ერთი დაწესებულებიდან გამოდის კოსტავას ქუჩაზე.